მეტი მართლა არაფერი ვიცი. ვერ გეტყვით, მამა ჩემის ეჭვები რამდენად რეალურია. ვფიქრობ, ჩემი დისბრალია მისი გაღიზიანება. იფექმა საიდანღაც გაიგო, რომ აიჩამ მელექის გამო ოსმანისგან ფული ისესხა და თავისი ეჭვების შესახებ მამას გაუმხილა. ჩემი ოჯახიდან არც ჩემი და არც ჩემი ძმა, არც მამა ჩემი დანი ცხოვრებაში არავის დამუქრებია. ასე რომ არა, ახლა იმ საავადმყოფოში ჩახუტებულები არ იქნებოდნენ და პოლიციას ყველაფერს განუცხადებდნენ. მე არაფერი ვიცი, შვილო, მაგრამ შენი ოჯახი მაშინებს. შეწყვიტეთ. აიჩას მამასთან დავრეკავ. ჩამოვიდეს და თავისი ქალიშვილი წაიყვანოს. ვერც ჩვენ სახლში და ვერც ამ დასახლებაში ვეღარ დარჩება. თანაც ამდენი უთანხმოების შემდეგ მისი დანახვაც აღარ მინდა. კაცმა არ უწყის რა არის ტყუილი და რა მართალი. ჯერ ახლახანს დავნათესავდით. ერთმანეთს თვალებში როგორ შევხედოთ. ბავშვები ცოდოები არიან. ასე, შვილო, როცა მოგინდება მაშინ ნახე. შენი დადასიძე, მე კი ამ საქმეში ნუგამებთ. მამა, ისინი უცხო ხალხია, ტაჰირი კი ერთ-ერთი ჩვენგანია. იმ ხალხს ხელს რატომ აფარებ? მისთვის ღირსება ყველაზე მნიშვნელოვანია. მურჩი ცილის წამებას. მისი ცოლიც კი ნანობს მასში ეჭვი რომ შეეპარა. შენ როგორ შეგიძლია ასე მოიქცე? უბრალო ეჭვიანობა საქმედ აქციეთ და აღარ იფიქრეთ. ცოტაც და ჩემი ანებს მკვლელება ჩერაცხავდით. შენ კი ჩხუბის მიზეს ნუეძებ, შვილო. ღმერთო ჩემო. ჩვენც არ ვიცით როგორ მოვიქცე და რა გავაკეთოთ. მამა შენი ღამის 3 საათზე მოვიდა. შოკში ჩაგვაგდო და წავიდა. თითქოს ეს ყველაფერი ჩვენ მოვიგონეთ. ფატმა. შობს დაფიქრდე რას ამბობ. შენ გამო ჩვენი ბიჭი ორ ცეცხლს შუა ტრიალებს.